მოგესალმებით ავტოინსტრუქტორი. ეხლა გიხსნით, რატო არ ვასწავლით პარკირებაზე შესწორებას. იმიტომ რომ როცა აკეთებ რაღაცას, ჯობია გააკეთო. კარგად. შესწორებით არ ვასწავლით, იმიტომ რომ რაღაცა რო დააშავო, ბევრად მეტია მაგის შანსი და ბევრად სხვადასხვა რამე შეიძლება დააშავო, ვიდრე სწორად გააკეთო. ხოდა ეს სწორად რო გააკეთო, ჯობია, ვიდრე მე შესწორებაზე იფიქრო. მოკლედ უკუსლა საჭე მარჯვნივ ბოლომდე და ეგრე გვიჭერს. საში არ ვატრიალებთ. რატო ეშლებათ ახლა მოსწავლეებს ამ პარკირება ახლა გაჩვენებთ. ეს არ გედავწიოთ დაბლა და ყველა გაგვეთილის დაწყებისას რო იძახით ხო რატო უნდა დავწიო დაბლა მასე ვერაფერს ვერ დავინახო. მოედანზე თუ გაქვთ გაგვეთილი მაშინ უნდა დაინახოთ ზოლები სადაც შეკავთ მანქანა. მოკლედ ტორმუს ბოლომდე უშვებენ და ის სამი ჯოხი გამოშდა და რო დავაფიქსირე გამოშდა და ტორმუს დავაჭირე უკვე გავწდი. ამ სამ ჯოხს რო გაცდით, მე შეგიძლიათ დრაივში ჩავაგდოთ და წავიდეთ წინ. ისევ ის სამი ჯოხი გამოაჩინოთ. ეს მე ეგრე თუ გვაქვს ნასწავლი პარკირება რა. თქვათ შევედით, მე გავასწორეთ საჭე და უკანა ბორბალი დავაყენეთ ზოლზე. ბორბლის ძირს უყურებთ და არა ბორბლის უკანა მხარეს, ძირს, ბორბლის ძირს. აი ეს, ზეწოლს. ხო და იგივე, იმ ტორმუს ბოლომდე რო უშვებთ, მე მანქანა სიჩქარეს კრიფავს, მან არ მიდის საერთოდ და გასაძლევთ და ბევრ გასაძლევთ და მანქანა მოკლედ გადავკვეთეთ ეს ზოლი. მე სიტყვაზე აი ესე დგებით და მოუხვიეთ და შევამჩნიეთ რომ ვერ დგებით. ახლა ამ სარგესას დაბლა დავწევ. რო ზოლები დავინახოთ დგები თუ არა. ვერ დგები. როგორ უნდა შეასწოროთ ამ დროს, აი ამ დროს როგორ უნდა შეასწოროთ და უკვე დგახართ და ვერ დგებით. უკვე თუ გადაკვეთე და ბარდილზე ახტი, კაი დროსია. მაგ დროს უკვე ის გამოცდელი აქედან ვეწადიო, შენითოთ, ანუ აქვე ხარო, იქ არის, აი სადღაც აქ არის საგამოცდოს რო ელოდები ბილეთს რო იღებთ რაღაც რიგის ნომერს. ხო და ამ დროს როგორ შევასწოროთ? დრაივში გადავიდანთ. მოხოვლი გვაქვს და უნდა გამოაჩინოთ სამი ჯოხი. დაგვერდით 3. მე უნდა გავასწოროთ საჭე და შეგვიძლია იქ გავიდეთ და ისევ შემოვიდეთ, მაგრამ იქ გასვლა მაინდამაინც დამწყებებს არ გამოსდით ხოლმე. საჭეს გავასწორებთ მე და აი ეგ არის სადაც ვიდექით ჩვენ. ანუ ზოლზე რომ უნდა მდგარიყავით და გადავწდით. აი ეგ არის ყველაზე ცუდი. 3. შემიძლია მე რანდომ შემოვიყვანო მანქანა. просто არასწორად დავაყენო და მე გასწორებით მაინც ეგრე იზავს, ანუ მაინც ეგრე შემიძლია გამოვასწორო. ხო და ზოლზე დავაყენე. მე სიო ესე კარგად გავართ. ანუ ჭირდება ხა უკუსლა და საჭე მარცხნივ. მარცხნივ, იმიტომ რომ პირიქით კი არ დადის მანქანა. უკუსლი ჩვეულებრივად მარცხნივ დავა, ხა კუდი დააკვირდით, ნახე, აი კუდის ბოლო ნაწილი დავა მარცხნივ, იქით. ანუ შეავსებს იმ სივრცეს. ცხვირი დადის უბრალოდ პირიქით უკუსლით. ხო და ცხვირი გასწორდა, გავაჩერეთ. დგას კარგად. ხო, ეგრე თქვენ შესწორება. ისევ და ისევ გითხარით, რატო არ ვასწავლით ამ შესწორებას. გასვლისას აუცილებლად უნდა გახედოთ სარკეში, მაგრამ სარკეში არაფერიც არ ჩანს, იმიტომ რომ დაბლა გაქვთ დაწეული სარკე. აი უბრალოდ დავაყენებ დაჭე. ცხვირით შევაყენებ, პროსტა. ისა. და რო ავრიო მანქანა. აი სადღაც მოკლედ გადავკვეთე უკვე რა. გადაკვეთავთ ხოლმე. მოუხვიე. იგივე, აი სამი ჯოხი ჩანს. სამი ჯოხი თუ ჩანს. ესე არ იდგება წინა ჯოხებთან ახლოს, მაგრამ იცას ხონაირად ავრევ. აი უკუსლით რო შევალ და ისე რო ავრიო. მაგას ვიზო. მე ხო წინ შემოვედი და წინ ჯოხებთან ახლოს მოვედი. ეგეთი რაღაცა არ ხდება ხოლმე. აი, მოკლედ კვეთავს. ხო და დრაივი მარცხნივ საჭე. და სამი ჯოხი. სამი ჯოხი გავასწორეთ საჭე. და უკანა ბორბალი სადო? რაც გაიფიქრეთ, ეგ არის თუ სწორად გაიფიქრეთ, ზოლზე. მე ვიწყებთ უკვე შესვლას, ოღონდ სწორად. ანუ მარცხნივ საჭე. ესე, უკუსლა. რო შედიხართ 45 გრადუსი უნდა შეიქმნას თუ რაღაცა და მაგიტო. აქ შედის და ნელა მივდიო რაც თავარია. ტორმუს სულ აუშვა და გავაქანო მანქანა. მე რო გასწორდება, მაგ მომენტს გავმაზავ. კოჩერებ ესე. ცერად. როეუნები ხოლმე მე მოსწავლეს ცერად გახარ მეთქი არა დგავარ სწორად დგავარ. გეჩვენეთ ახლა ეს სწორად. როგორ დგას.
აბა ეხა ეს სწორად დგას. ხო და მოკლედ მაგ გამოსწორებას შესწორებას ეგ მაინც იცოდეთ, მაგრამ ჯობია რომ ტორმუს ბოლომდე ნუ გაუშვათ ფეხს, ან უკუსვლის დროს თუ გაზის მიცემა დაგჭირდათ, ის გაზ ბოლომდე ნუ დაადგავთ. ნუ შემორჩა. ბოლომდე ხა გავიგეთ არ ადგავთ ხოლმე და მაგრამ მაინც ნუ კარგად ძლიერად ადგავთ ხოლმე და ეგ არის ყველაზე დიდი შეცდომა. ეს იყო სულ. წარმატებებს გიშურებთ ყველას.